პროექტი, რომელიც ტარდება საჯარო ბიბლიოთეკაში, ჩვენს ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ეძღვნება გერმანულ ლიტერატურას, გერმანულ ლიტერატურულ პროცესებს, დაწყებული შუა საუკუნეებიდან და დამთავრებული დღემდე და მათ შორის გერმანულ პოსტმოდერნიზმი და ასე შემდეგ. საინტერესო პროექტი იმდენ რამდენადაც ხელს უწყობს ქართულ კითხულში დაინტერესებულ კითხვებში. ზოგადად ლიტერატურა და მათ შორის კონკრეტულად გერმანულ ლიტერატურის პოპულარიზებას მithumetas გერმანულ ლიტერატურას ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურულ პროცესში, საყოველთაო ცნობილია. მithumetas თუ კი იქნება დაინტერესება და არის დაინტერესება დღეს უკვე ხალხის საკმაო რაოდენობა მოვიდა, არც ვეგოდი ასეთ ინტერესს ჩვენი თბილისელების და ქართველი მკითხველის გერმანულ ლიტერატურის მიმართ. თუმცა მაინც არის კიდევ შემორჩენილი ეს ინტერესი საერთოდ ლიტერატურის მიმართ, მათ შორის ასე ვთქვათ, რენომე გერმანულ ლიტერატურის მაინც გამოსდარია ხალხში. ეს ძალიან სასქარულო იყო და იდეა საერთოდ მომდინარეობს ჩემი მეგობრისგან, კოლეგისგან, ეთუნა ინსკიროვილისგან, მან გამანდო ეს იდეა, რომ ვთქვათ, გავეკეთებინა ლექციათა ციკლი, რომელიც მიწყობილ გერმანულ ლიტერატურაზე და იმავე 10 ჩამოყალიბდა ესე პროექტი, რომ 10 წაკითხული იქნება 10 ლექცია. გერმანულ ლიტერატურაზე არის მთელი ეს პროცესი, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული და დამთავრებული თანამედროვე პროცესები. რაც შეეხება ლექტორებს, ვთქვათ, მე და ჩემი ორი კოლეგა, სანდრო თავაძე და ლევან საგარელი, დაიკითხავენ, ვთქვათ, არ ჩართული ამ პროექტში. ეს დღევანდელი პირველი დღე გაიხსნა ეს პროექტი სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპოქით, გერმანული რომანტიზმით და ეს ისეთი ფენომენია, ესეთი სულიერი სიახლოვეა ქართულ ლიტერატურულ პროცესთან და ქართულ რომანტიზმთან. ლენად ალბათ ამანაც განაპირობა დღევანდელი ინტერესი ჩვენი მკითხველებისა და ლიტერატურის მოყვარულებისა და ეს ფენომენი თვითონ გერმანული რომანტიზმი ალბათ არ არის მხოლოდ რაღაც ერთი ეპოქის, ერთი ლიტერატურული პროცესის და მონაკვეთის კუთვნილება. როდესაც იყო თქვა დაახლოებით 2 საუკუნის წინ და თქვა შემდგომ ისტორიის კუთვნილება გახდა. დღევანდელი დღე წადასტურებს იმას და მაყურებლის და მკითხველის ინტერესი, რომ გერმანული რომანტიზმი და ის ღირებულებები, მარადიული ღირებულებები, რაც თქვა, რასაც ავითარებდა გერმანული რომანტიზმი, დღესაც საკმაოდ ძალაშია და დღესაც აქვს თავისი ინტერესების დამტარებელი და ინტერესები.